მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ასე იცვლება ქართული ოცნების მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის კარზე თანამდებობის დამკავებელი პირები იცვლებიან, ასეთი კარუსელები ტრიალებს. მე შეიძლება ძალიან მალე თქვენთან ერთად რამდენიმე დღეში იქნება თუ რამდენიმე კვირაში კიდევ სხვა ცვლილებებიც მოვისმინოთ. შეიძლება ხო? ანუ გაკეთდა გარკვეული პროგნოზი, ის არა მხოლოდ პროგნოზი, ანუ ფაქტობრივად დარწმუნებით საუბრობენ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომ იგივე ბედის გაზიარება მოუწევს ირაკლი კობახიძეს, ანუ ეს მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება მის გარშემო. ანუ ამას გულისხმობთ? დიახ, ეს ხომ ძალიან ლოგიკური რამ გახლავთ, ხო? სხვაებიც შეიძლება ვნახოთ მანამდე, მაგრამ ყულფი ვიწროვდება კობახიძის გარშემო. ფაქტია ახლა, რომ როგორ განცხადებებს აკეთებინებენ, როგორ პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგმევინებენ, ხო? ახლა ვინ არის იმის მიამიტი დაიჯეროს, რომ კობახიძე ახლა თვითონ ასეთ რაღაცებს ხლართავს და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. აი, მოდი მარტო ფაქტებს რო შევხედოთ, ქალბატონო ემა. დავიწყოთ მამუკა მდინარაძით. რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ეს კაცი პარლამენტიდან გაუშვეს სუსში. იქ სუსში ვინც იყო ხელმძღვანელი 4 თვით სულ რო იყო ბატონი იოხანაშვილი, თურმე მას ძალიან დიდი მიღწევები ჰქონია ამ ხელა უწყებაში. და ახლა გადაიყვანეს უმცროსი ლეიტენანტი მდინარაძე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტო სვლა კარიერულ კიბეზე წოდებების თვალსაზრისით, ხო? უმცროსი ლეიტენანტობიდან რამდენიმე თვის თავზე გახდა გენერალ-მაიორი. თან ამ საფეხურებს ზოგიერთ შემთხვევაში საფეხურიდან საფეხურამდე გადიოდა ხოლმე ერთ დღეში. აი მართლა ერთ დღეში, ეთყობა იმ ერთ დღეში რაღაცა განსაკუთრებული გმირობა ჩაიდინა მდინარაძემ, რომ ესე დაიმსახურა დაწინაურება. ნუ ეს უკვე ხო სასაცილო არის ყველას თვალში. ჩემი აზრით, როდესაც შენ თვითონ გაწინაურებე რაღაცა სირცხვილის გრძნობა უნდა გაგაჩნდეს, რომ მთელი ქვეყნის დასაცინი არ უნდა გახდე, უმცროსი ლეიტენანტი რო ხარ, მე რაღაც უფროსი ლეიტენანტი გახდები, რაღაც კაპიტანი, მაიორი და ბოლოს გენერალ-მაიორის ჩინს მოგანიჭებენ და იმავე საღამოს გაწოვებინებენ თანამდებობას. ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არის საუბარი, კანონმდებლობითაც ეს არის მონოლითური უწყება, რომელიც მთელს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, შიდა უსაფრთხოებაზე, გარე უსაფრთხოებაზე პრაქტიკულად არის პასუხისმგებელი. თუმცა ამავე უწყებას დაავალეს, რომ ფასებიც ეკონტროლებინა, კიდევ ერთი დაცინვა და სირცხვილი. შემდეგ გადაჰყავთ მთავრობაში, უბრალოდ პერსონალურად დასჭირდათ დინარაძე ფორმალურ პოლიტიკოსად, იმიტომ რომ მაინც კანონმდებლობის მიხედვით სუსის უფროსი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის არ არის შინაგანად, მაგრამ შეზღუდული არის თუნდაც პოლიტიკურ პოზიციონირებაში და მმართველი პარტიის პოზიციების გაჟღერებაში. დასჭირდათ ახალი, უბრალოდ კარგად დავიწყებული ძველი სპიკერი, ფაქტია რომ ის ახალი თაობის სპიკერები რომ გამოჰყავთ პარლამენტის ტრიბუნაზე, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, ვერ ამთხევენ საკმარისად ღვარძლს, თუნდაც აი ყველაზე ორთოდოქს ქოცებში ვერ იწვევენ შესაბამის ნდობას, ესე მარტივი არ არის, ხო? ახალგაზრდა ხო, დეკრება რეგიონებში ჭირდებათ ასეთი როგორც ამბობენ დამრტყმელი პოლიტიკური ძალა. რომელ რეგიონებში ქალბატონო ემა, საერთოდ რომელ საჭიროებაზე არის საუბარი, რაღაცა კოორდინაციის და რეგიონული განვითარების, რა მდინარაძემ უნდა ამის ეფექტურობა გააუმჯობესოს, ერთი ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია გააუმჯობესა ორ თვეში თუ რავი, რამდენი ხანია, რამდენიმე კვირა აქ არის. და ძალიან მაინტერესებს, ამას რო ამბობს ახლა კობახიძე, აი ესე კობახიძეს დაუბრუნდეთ, ხო, თქვენ თავად ბრძანეთ. კობახიძე იძახის, რომ გჭირდება ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია და ამისთვის მე მჭირდება დინარაძე, ძველი გამოცდილი კადრი, საჯარო მენეჯერი, რომელმაც თურმე აყვავა სუსი 4 თუ 5 თვეში, თუ 6 თვეში და ამავდროულად იძახის, რომ ხო, ნუ ჯერ ბიუჯეტი არ სჭირდებაო მასო სახელმწიფო მინისტრის პორტფელო მინისტრის პორტფელი მოუგონეს, ნუ თავარია მისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, რომ ვიცე-პრემიერია, ანუ ეს სტატუსები მნიშვნელოვანია, ხო, თან გენერალ-მაიორი. სტატუსი ახლა უნარჩუნდება. ხო, სტატუსი უნარჩუნდება. გადაადგილების მიუხედავად. ანუ თქვა, რომ აი მდინარაძე მნიშვნელოვანი პირია მთავრობაში. ახლა
პარლამენტში უკან ვერ შეაბრუნებდნენ, ხო? გადმოიყვანეს. მანამ სანამ პრემიერის თანამდებობაზე კობახიძეა და მაინც არ მითხარით, აი რა გაძლევთ. მოგახსენებთ. მივყვეთ და შეიკრება ეს ლოგიკური ჯაჭვი, ხო? მუდმივი არაფერი არის ბიძინის ქვეშეთში, ქალბატონო ემა, ბუნებრივია. მაგრამ კობახიძე ანუ თავის თავს კი არ ეწინააღმდეგება, იდეაში უსვამს თავისი მართვის, თავისი მენეჯმენტის არაეფექტურობას ხაზს. ანუ თუ ძალოვან უწყებებს მისსავე პირობებში 2024 წლიდან გახლავთ პრემიერ-მინისტრი, ხო? ამ 2 წელიწადში თუ ძალოვანი უწყებები საკმარისად და სათანადოდ არ კოორდინირებდნენ ერთმანეთთან და თუ საჭიროება გახდა აი ძველი კადრის, ძველი ბოლშევიკის გადმოყვანა დინარაძის, ეს ისევ კობახიძის მინუსია, ხო? ეს როდესაც დანიშნა. გადის რამდენიმე კვირა და ამბობს, რომ მან ეს მისია შეასრულა, ანუ ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მდინარაძემდე იყო თურმე, ანუ ის რაც კობახიძემ ჩააფლავა, მისივე სიტყვებით, ხო, ლოგიკურ ჯაჭვს რო გავყვეთ. რაც კობახიძემ ჩააფლავა, 2 თვეში გააუმჯობესა მდინარაძემ და უკვე ეს აიყვანა ისეთ დონეზე, რომ ამას აღარ სჭირდება მეტი გაუმჯობესება, ხო, ის სტატიკურად შეინარჩუნებს უკვე ახალი სტანდარტი დადო მდინარაძემ, ახალი თამასა ასწია და აი ეს საოცარი მიღწევა ახლა სხვა მიმართულებით უნდა გადართონ. რეგიონული განვითარების მიმართულებით. ანუ რეალურად ერთადერთი სიახლე ეგრეთ წოდებული ნიუსი ჩვენ რაც გავიგეთ იყო, რომ დინარაძის ინიციატივით შეიქმნა ძალიან კარგად შერქმეული სახალხო მეტყველებაში სკროლვა სკრინვის სამმართველო. სიძულვილის ენასთან ბრძოლის ერთი შედეგებით დადო. სერიოზული შედეგები დადო. სერიოზული. მან თქვა ძალიან მნიშვნელოვნად არის შემცირებულიო სიძულვილის ენის გამოყენება, ესეც საჯარო ვირტუალურ სივრცეში. ერთი ესეც მაინტერესებს, აი ამ სიძულვილის ენის შემცირება ძალოვანი უწყებების კოორდინაციასთან საერთოდ რა შემხებლობაშია, მაგრამ აი ამასაც დავით დავანებოთ. ეს სამმართველო პირდაპირ მოხდა გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადების ფორმატში, ხო? სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს უთხრის ძირს სიტყვის თავისუფლებას, შემაშფოთებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დგას სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ მხარეს და ამავდროულად არის ნათქვამი, რომ თუ მართლა ვინმეს გინდათო სიძულვილის წინააღმდეგ, ენის წინააღმდეგ ბრძოლაო, ამას უნდა უშველოთო მეტი სიტყვის თავისუფლებით და არა იძულებითი დუმილითო. მორჩა განაჩენი გამოტანილი არის, ხო, შეფასებული არის უკვე. აი ამ ყველაფრის ფონზე დინარაძე ახლა კვლავ სახელმწიფო მინისტრი იქნება, კვლავ ვიცე-პრემიერი იქნება და სექტემბრიდან უკვე რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც 133 მილიონი ბიუჯეტი აქვს სხვათა შორის, გაუქმდებაო და დაექვემდებარება მდინარაძეს. რა მოასწრეს, ერთი ძალიან მაინტერესებს, 2 თვეში თანამშრომლების გაცნობას ვერ ასწრებენ ხოლმე დიდი უწყებების ხელმძღვანელები. თურმე ამათ გააკეთეს ანალიზი, ეს რეგიონული განვითარების სამინისტრო გახსოვთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან არის გამოყოფილი, ახსენეთ ხო თქვენს შესავალ სიტყვაში. ეხლა ამას აუქმებენ, ეხლა აქ არც გულედანზე არის საუბარი, არც სოხაძეზე. ესენი ხო მეორე ხარისხოვანი ფიგურები არიან ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე, ხო? და ახლა ესეც დამცინავია, ანუ სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებს, ხო სახელები და გვარები ჰქვია. ამის გამო კანონებს ცვლიან, ამის გამო სამინისტროებს აუქმებენ, ამის გამო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს აფუძნებენ და ეს ყველაფერი ვიზე მეტყველებს ცუდად, რა თქმა უნდა კობახიძეზე და ძალიან ჰგავს ეს იმ პრელუდიას და იმ შემამზადებელ სამუშაოს, რომ აი გაგაბითურებ. შენ ხარ ფორმალურად პრემიერ-მინისტრი დღეს, ხო? ყველაფერი უბედურება, რაც მოხდა ბოლო პერიოდში, დაწყებული მეორე რუსული კანონიდან, ნუ მანამდე კი ბატონო, ხო? მანამდეც უმრავლესობის ლიდერი გახდათ და პარტიის თავმჯდომარე პირველი რუსული კანონის დროს. მერე მეორე რუსული კანონი. მერე მისი განცხადება ისტორიული, ოღონდ სამარცხვინო ფურცლად შესული 28 ნოემბერი 2024 წლის, ყველაფერი ის რაც მოხდა დარბევები, ტიტუშკები და ასე შემდეგ, თლიანად გაწყვეტა ყველა ხიდის, ყველა ძაფის დაწვა და ხიდის დაწვა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ყველაფერი იმის ჩათვლით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ჩათვლით, ესეც არ უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონო ემა, რომ
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მისი წინამორბედი გახლდათ, რომელსაც ესე გვერდით დაჰყვებოდა, რომელსაც ზედამთვარე ამოსდიოდა საჯარო კომუნიკაციაში მაინც. ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხო? და იყო მათი ელჩი თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან, ხო? ეს კაციაო, მთავარი კაციო ამბობდნენ და თურმე აღმოჩნდა, რომ ჩაფლული არის სისტემურ კორუფციაში, თურმე აღმოჩნდა გუნდის მოღალატე, ისევე როგორც სხვები. ეხლა პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ფიგურა არის და სუსის უფროსი, რომელზეც იდგა რეჟიმი და არა მარტო რეჟიმი, ამბობდნენ, რომ ესეთი სუსი ყავს და ამდენი წლის განმავლობაში თურმე ვის ხელში ყოფილა ქვეყნის უსაფრთხოება, რეალურად არა ქვეყნის, არამედ ქართული ოცნების უსაფრთხოება. და ეს ყველაფერი ხომ შეეხოცება ირაკლი ყობახიძეს, ეს ხომ მისი სირცხვილია, ეს ხომ მისი ბუტაფორიად გამოყვანაა. და ძალიან დიდი დარტყმა არის მისთვის, რაც არ უნდა, როგორი სახითაც არ უნდა ისაუბრონ საჯაროდ ბრიფინგებზე. მე არ მინდა მარჩიელობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური არის ჩემი აზრით ამ ფაქტთა ურთიერთშეკავშირებით, რომ ეს დასკვნა გამოვიტანოთ. ან თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მათაც, ანუ ამ როგორ თქვა ამ თაობამ, ქართული ოცნების ამ თაობამ ძველების ბედი გაიზიაროს? თუ უბრალოდ ესე დაგვეკარგონ თვალთახედვის არედან, სხვა შორის დღეს ბევრმა მოიკითხა უკვე, სად არის ანრი ოხანაშვილიო. ანუ შესაძლებელია, რომ უბრალოდ ესე უგზო უკლოდ გაუჩინარდნენ საჯარო სივრციდან, თუ მაგალითად გვაქვს პრეცედენტი, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები საკმაოდ მძიმე ბრალდებებით საპატიმროში შეხედა. ყველანაირი პრეცედენტი გვაქვს, რა თქმა უნდა. ზოგი უბრალოდ გაუშვეს, ზოგი გადაიყვანეს სხვაგან, ზოგი ბიზნესში წავიდა თითქოს, ზოგი საერთოდ ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ციხის კარს გაუყენეს ციხის გზას, ხო? ყველაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც სიმართლე რო გითხრა, რომ წყინს მეთქი, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ვერანაირად ვერ იქნებიან მოსვენებულები, მოგატყუებთ. ნამდვილად არ მწყინს, მაგრამ როდესაც რეჟიმს ემსახურები, უნდა კარგად გესმოდეს, რომ ყველაზე მართლა გაზრდილი და ერთგული ვინც ყავდა ბიძინა ივანიშვილს, ვინც დასაწყისიდანვე მოჰყვებოდა ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობ და თუნდაც ლილუაშვილს გულისხმობ, რომლებიც აი ქართულ ჯგუფიდან და ქართულ ბანკიდან მოჰყვებოდნენ მას, ხო? სად არიან დღეს? და ისინი თუ იქ მოხვდნენ, ყველა შეიძლება იქ მოხვდეს. ასე რომ ის კომფორტი, რომელიც აი ამ ფუფუნებაში ჩაფლულ ადამიანებს, აი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, დოღი აქვთ პირდაპირ, როგორ გაყლიფონ ხალხი და როგორ ტენდერები დაალაგონ და გაიყონ სხვადასხვა სქემებით, ბიუჯეტის ფული, გადასახადების გადამხდელთა ფული, თუ ის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს სულ სხვა პროექტებს, რომელიც არ ხმარდება, უნდა მოხმარდეს სტიგიასთან პრევენციის ღონისძიებებს და ინფრასტრუქტურას, ხო? ისეთი რამ რო არ ხდებოდეს, რაც თბილისში ხდება ყოველ წვიმაზე და ისეთი რამ რომ არ მოხდეს, რაც კახეთში მოხდა ცოტა ხნის წინ და ისეთი რამ არ მოხდეს, რაც მოხდა გურიაში ერთი წლის წინ, შოვში და სხვაგან და სხვაგან, ხო? ისე მდგომარეობაში რომ არ იყვნენ ადამიანები, რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა უწევდეთ. ეს ყველაფერი პრობლემა, რაც დაატყდა ქართულ ხალხს, ქართულ მოქალაქეებს და რაღაცა კიდევ რომ დასწინიან ამ ფასების შემსწავლელი კომისიით და თითქოს სუსმა უნდა დაარეგულიროს და რაღაც შემსწავლებელმა კომისიამ ეს საკითხები, აი ეს პრობლემები რომ არ ჰქონდეთ, ამიტომ უნდა არსებობდეს სწორი საჯარო მენეჯმენტი. და არა ის მენეჯმენტი, აი დიდი გამოცდილების რო არის თურმე მდინარაძე. და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს პრობლემები არ იქნებოდა და ნუ ქართული ოცნება არის უბრალოდ ის ზალა, რომელიც არის გადასული კორუფციაზე. ის საჯარო მენეჯმენტი, რაც გვაქვს, რომელიც არ ვიცი თანამდებობაზე მოსვლაც და თანამდებობიდან წასვლაც მხოლოდ ბევრ კითხვის ნიშანს გვიტოვებს და სხვა ფაქტობრივად არაფერს, ხო, რიგით მოქალაქეებს. თქვენ რომ მკითხოთ კაცმა, ფიქრობთ რომ თინათინ რუხაძე, კულტურის ყოფილი მინისტრიც შესაძლოა იმ ბედის გამზიარებელი გახდეს, როდესაც ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის, ასე ვთქვათ, საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ და განიხილავენ. დღეს გააკეთეთ კიდეც განცხადება, რომ აი გუშინ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე მან დაასწრო ყობახიძეს და საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. ანუ რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ ამბობთ ამას უბრალოდ? ქალბატონო, მე არ გახლავართ არც პროკურატურის წარმომადგენელი,
არც იმ რომელიმე ოფიციალური უწყების, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ვალდებულება, რომ რაღაცა გაამჟღავნოს ან გამჟღავნებისგან თავი შეიკავოს. ახლა თქვენ ამდენწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტი ბრძანდებით, ამდენი ხანია აშუქებთ მოვლენებს ამ ქვეყანაში და რამდენი ექსკლუზივი გქონიათ, ვინ მოთulis. დიახ, მე არ გახლავართ შეიძლება ჟურნალისტი, მაგრამ ახლა თქვენ იცით რომ ახლა წყაროს დასახელება ან დარწმუნებული ხართ ამ ინფორმაციაში, რასაც ეს არ არის რაღაცა თქვენი რა ვიცი, დასკვნის, მსჯელობის, ლოგიკური ფაქტების ანალიზის შედეგად გაკეთებული გაჟღერებული პოზიცია. მე როდესაც რაღაცას ვაჟღერებ, ბუნებრივია ვაჟღერებ ხოლმე ან ინფორმაციის საფუძველზე, ან ლოგიკურად მსჯელობ ხოლმე და გამომაქვს დასკვნა. დიახ. მაშინ ისიც გეცოდინებათ კონკრეტულად რა თემის გარშემო შეიძლება გქონდეთ ინტერესი სამართალდამცავებს ყოფილი კულტურის მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. ანუ ეს ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც მას კონსულტაციისთვის საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ, თუ რაღაც იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ თითქოს და ეს ფინანსური აუდიტი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მის შემცვლელად ამ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა არა მისი მოადგილე, არამედ კულტურის სამინისტროში სწორედ ფინანსური აუდიტის ხელმძღვანელი პირი. აი ბოლოს რაც დაასახელეთ, ეს გახლავთ სწორედ უკვე ლოგიკური მსჯელობის საგანი და ინდიკაცია გარკვეულწილად, რაც უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ინფორმაციებს, რომელსაც შეიძლება იყო ვერსია. დანარჩენი გამოჩნდება. კი ბატონო, ვერ დავასრულე, ანუ რა შეიძლება უკავშირდებოდეს, ხომ არ გაქვთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა კითხვები გქონდათ მასთან, ან რის გარშემო, იმიტომ რომ მეორე ვერსიით ერთი ვთქვი უკვე, მასთან დაკავშირებული კომპანიები, საიდანაც ის იღებდა საკონსულტაციო მომსახურებაში საკმაოდ დიდ ძალ თანხას და მეორე ვერსიით თითქოს და სახელმწიფო თეატრებში არსებობდა ფინანსური გაფლანგვის არაერთი მაგალითი, ამაზეც ხომ არ ხსმენიათ მიზეზებზე. შეიძლება ბევრი რამ მსმენია, მაგრამ მე არ მსურს რომ ჩემი ნათქვამი დაემსგავსოს უფრო მეტად რაღაცა ისეთ საკითხს, რომელიც პოლიტიკოსისგან ჭორაობად შეიძლება აღიქმებოდეს, თუმცა სხვა ექსპერტმა, წყარომ, ჩახედულმა პირმა შეიძლება უფრო მეტი მტკიცებითობით თქვას. შესაძლებელია პასუხისმგებლობა. ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, მე ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა შინაარსის საუბარი იყო, ვინ რა კითხვა დაასვა და ვინ რა პასუხი გასცა. შესაძლებელია თუ არა თინათი რუხაძის პასუხისმგებლობამდე მივიდეს საქმე? ძალიან ლოგიკური იქნება. სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა რაღაც პოლიტიკურს ან რაცა მორალურს. რა თქმა უნდა, ხო, ეხლა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის კარის თამაშებს ვაკვირდებით და არანაირი შემხებლობა არ აქვს ამას არც რეალურ ბრძოლასთან, კორუფციის წინააღმდეგ, არც სამართლიანობის აღდგენასთან, არც სამართლის აღსრულებასთან. ქართული ოცნება გახლავთ ის რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა სააკაშვილის პერიოდი, ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა შევარდნაძის პერიოდი, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ის საბჭოთა წარსული თავისი უძრაობის ხანით და ასე შემდეგ, ახალ განზომილებაში გაიყვანა სისტემური კორუფცია. ეს არის ის რეჟიმი, რომლის დროსაც კორუფცია ასეთი მასობრივი არის და მასში მონაწილეობს უმაღლესი რგოლები პრემიერ-მინისტრების დონეზე და მონაწილეობენ ძალიან ქვედა რგოლები რაღაც სახელმწიფო აპარატის გაბერილი შტატებიდან. სისტემური კორუფცია და ამას მე ხო არ ვიძახი, ამას თავად ქართული ოცნება ამბობს, ოღონდ ამ ყველაფერს ამ მედალს ის მხარე აქვს, რომელსაც ვერ მალავენ, რომ თავად ნებისმიერ მათგანს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება როგორც გუნდის წევრს. იმ გუნდის, რომელიც 14 წელია ამ ქვეყანას მართავს და მართვასთან ერთად ყოლებს კიდეც, ხო? აი, მათ თითოეულ მათგანს რომ აქვს პასუხისმგებლობა ამ სისტემურ კორუფციას.